რითით დაამთავრა აბსოლუტურად აცდენილი იყო აზრს ეხა აირზენას ხელმძღვანელს ფთორზე ბატონ გაიაშვილს ეხა დაემუქრა კომპანიის დახურვით ხო ეხა იმის მაგალითად ამ ადამიანს სულს უბერავდეს და ყველანაირად გვერდში დაიყენოს დიახ გვერდში დაიყენოს რომ ემიგრანტები ბატონი გაიაშვილის ჩამოსაყვანი იქნება აბა ბიზნე ივანიშვილს იზვეთრენი თავისთვის ყავს და ვინ უნდა იფრინოს გაუგებარი ტონის გაუგებარი იყო სამწუხაროდ ასე ვთქვათ შინაარსიც მაგრამ და ბოლნისის დახურვა არისო ადეკვატური ანუ ადეკვატური არ არის ეხლა თქვენ იგივეს არიზავდით რისი დახურვა მარნეულის და ბოლნისის არა თუ არა პირიქით დააგვიანეს მთელი 10 საათი და წინა აი ეს რას ნიშნავს ამიხსენით თუ შეიძლება გამოვლინდა ხალბატონი კორონავირუსით დაახლოებით 12 საათი იყო ჩვენმა ქვეყანამ რო გავიგეთ ხო ესე იგი დაჭირდა 10 საათი იმისათვის რომ ეს ზომები მიიღოთ ამ 10 საათის განმავლობაში რა წარმოიდგინეთ მარნეულში და ბოლნისში რამდენი ადამიანი შევიდოდა და გამოვიდოდა სხვა მომიჯნავე რაიონებიდან და მათ შორის თბილისიდან ნახევარი მარნეული და ნახევარი ბოლნისის რაიონი ჩამოდის და ჩადის თბილისში დღის განმავლობაში ამ 10 საათის კარანტინზე თქვენ ბევრი ილაპარაკეთ ზოგადად რას ფიქრობთ მარნეული და ბოლნისი გავიგე რომ არათუ სწორი იყო არამედ დაგვიანებული იყო ზოგადად კარანტინზე რას ფიქრობთ მე ვიფიქრებ რომ ბოლნისზე და მარნეულზე ვკითხეთ რომ ვერ გავიგე არა ეგ გავიგე პასუხი მიღებულია და გავიგე ზოგადად რას ფიქრობთ ეხლა ეს მითხარით აიგრძალოს ყველანაირი ყველა ფორმატში თავყრილობები ხოლოდ სიმკაცრე და თვით პრევენცია გადაგვარჩეს ნიკატა ამას ვიტყვი და დავასრულებ კი ბატონო ამით წარმოვიდგინოთ ღმერთმა დაგვიფაროს 400 ან 500 ადამიანს ან 600 ადამიანს აღმოაჩნდეს კორონავირუსი ამის ალბათობა მარნეულის აბერე უკვე არის ნიკა თანაშო ბავში რო გაგმიხდეს ავად ექიმს ვერ გამოვიძახეთ ოჯახში ხახტო ექიმი არ გეყოფა აჰა და ვისვე პრანჭებით ან რატომ ვერ იდებით საგანგებო მდგომარეობა უნდა იყოს საგანგებო მდგომარეობა და 10 კაცამდე უნდა შეიზღუდოს თავმხრივობა ყველგან მადლობა ნიკა მადლობა